ხო გამარჯობათ, მე ვარ ახალი YouTube-ზე, ანუ მუსიკა არ შემჩნევთ არაფერი ისეთი. ჩვენ ბევრი ხანია ეს ამბავი ვიცი, უბრალოდ დღეს ვდებ. ვიცი ცოტა გვიანია, მაგრამ ვინც არ იცით ეს ამბავი, ეხლა გაიგებთ. ბევრს უკვე ეს YouTube-ზეც უდევს, მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ მაინც გადავგვეღო. ხო. მისტერ ბისტი, ვისაც გიყვართ და ვისაც გაქვთ განასინჯი შოკოლადი, არ უნდა გაგესინჯოთ. რატო არ უნდა გაგესინჯოთ? ეს მისტერ ბისტი არის თვითონ ეს შემაკი. ვიდეოების ფოტოზე, ილუსტრაციაზე, თვალებს დააკვირდით და ყველაფერს, ბიბლიაში ესეთი რაღაც არის მოცემული. ჩვენ YouTube-ში კი არა და Google-ში მოვიძიეთ ესეთი რაღაცა. ბიბლიაში არის მოცემული, რომ ყველა ადამიანი გაიცნობს მას. და კიდევ მის ლოგოზე იცით, ყველა ადამიანმა ან რომელიმე ერთხელ მაინც გინახავთ. მის ლოგო არის ძაღლი თუ ლომი არის გამოსახული და მას თვალზე აქვს ელვა და ზუსტად მას ეწერა. ეს ნიშნავს, რომ არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ ეს პატარა ზუსტად ისეთი რაღაცა ბიბლიაში მოცემული. ხო და რა ქვია, მისტერ ბისტი იყო თვითონ თავიდანვე ეშმაკი, პატარობიდან ეშმაკი იყო, როგორ აგიხსნათ ეშმაკია. ხო და ერთ დღეს წაიყვანეს ეს თეატრში, ხო და მაგ იყო გამოსახული ეგ ლოგო, რომელიც მისტერ ბისტს უყენია, ლოგო არა, უბრალოდ ზუსტად ისეთი რაღაცა ეწერა მანდ. ხო, დასაწყისშივე. ხო და მისტერ ბისტი არის თვითონ ეშმაკი, მხეცი, მაგას თავიდანვე ერქვა მხეცი და მის დედას სახელში არის, უწერია King. ხო, დედოფალი. ხო და რა ქვია, დედოფალი აწერია. ხო და ამ მისტერ ბისტმა მხეცმა გაიკეთა რაღაცა და გახდა თვითონ ადამიანი, მაგრამ ის შიგნიდან არის ეშმაკი. და ერთი ვიდეო ნახე, აქლემზე ზის, როდესაც ერთი ხელი ქონდა გამოყოფილი. ხო და უკან საერთოდ უჩინარი